მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით და საინტერესო კვირა გვაქვს მიმდინარე კვირის განმავლობაში. Გავიგებთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც ჩვენ ეკონომიკაში გვაინტერესებს ხოლმე. ხვალ იქნება ეკონომიკური ზრდის შეფასება მაისთვის მაჩვენებლები, შესაბამისად კიდევ ერთხელ შევხედავთ ვითარებას ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ასევე მანამდე ხვალინდელ გადაცემაში ჩვენ ცელ ანალიზს შემოგთავაზებთ ეკონომიკური ზრდის აქამდე არსებულ ტენდენციებთან დაკავშირებით და რაღაც თქონდა კიდევ ერთხელ დაველოდებით უკვე SAC-სტატის მხრიდან ოფიციალურ მაჩვენებლების დაანონსებას, გამოცხადებას და რაღაც თქონდა ეკონომიკური ზრდის ნაწილზე როგორც ყოველთვის ცვლად ვისაუბრებთ. რაც თავარი არანაირად არ არის მოლოდინი ეკონომიკური ზრდის ნეგატიური მაჩვენებლების პირიქით, როგორც წესი ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, გვაინტერესებს უბრალოდ ციფრი, რამდენია მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. თან ეს ყველაფერი იმის კვალ-და-კვალ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ვხედავთ ეროვნული ვალუტის გამყარებას, ეკონომიკურ ზრდის პარალელურად ლარი ინარჩუნებს მყარ ტენდენციებს და რამოდენიმე ფაქტორია, რომელიც ლარის კურსზე მეტყველებს, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ამ ნაწილზე და რა თქმა უნდა, აღარ ჩამოვთვლი ყველა ფაქტორს, ან შეიძლება ძალიან მოკლედ საუბარი ტურიზმზე, რა თქმა უნდა და ვხედავთ ამ შემთხვევაში სეზონის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო მეტ ტურისტს ველით ჩვენ და მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებისა, ჩვენ ნახეთ ტურისტების ნაკადის ზრდა ჯამში, რაც დივერსიფიცირების შედეგია ტურიზმის სექტორში. გადმორიცხვებთან დაკავშირებით ჩვენ ნახეთ ასევე პოზიტიური ტენდენცია, ჩვენ ნახეთ ტენდენცია და მაღალი მაჩვენებლები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით ასევე ხვალინდელ გადაცემაში ჩვენ უფრო ცლად ვისაუბრებთ, თუმცა ვნახეთ პირველ კვარტალში გაზრდილი მაჩვენებლები ამ წელში და რა თქმა უნდა ჩვენ ნახეთ ექსპორტის სარეკორდო მაჩვენებლები. ექსპორტის ნაწილში მართლაც იყო რეკორდული მიმდინარე თვეები წლის დასაწყისიდან მოყოლებული, თუმცა გასული წლის ბოლოსაც ასევე ამ კუთხით დამბრძავი მაჩვენებლები იყო და სხვათა შორის ჩვენ როდესაც ექსპორტზე ვსაუბრობთ, ხოლმე არ უნდა დაგვაუწყოს, რომ ექსპორტის შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ საქონლის ექსპორტზე, არამედ მომსახურების ექსპორტზე და აქ რამოდენიმე საინტერესო ტენდენცია. დღეს ჩვენ მათ შორის ამ ტენდენციაზეც უნდა ვისაუბროთ და ასევე, როდესაც თლიანში და პროდუქცია და ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ, ასევე უნდა ვისაუბროთ თუ რა არის ბოლო პერიოდში თლიანში და პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი მიმართულება ან მიმართულებები. პირველი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც რა თქმა უნდა ჩვენი პარტნიორის გალთენ თაგარტის მიგნებებსაც შევხედავთ, მაგრამ მანამდე შევხედოთ, ვიდრე გალთენ თაგარტის ანალიზს გავაკეთებთ, SAC-სტატის საკმაოდ საინტერესო ასე ვთქვათ დიაგრამას, რომელიც გვაჩვენებს ხელფასების ნაწილს, დაქირავებით დასაქმებული საშუალო ფიური ხელფასების ნაწილს და ამ შემთხვევაში დღეს ხელფასების ანალიზს არ ვაპირებთ, უბრალოდ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციის ხაზგასასმელად შემოვიტანეთ ეს გრაფიკა. ეს არის ინფორმაცია და კომუნიკაციების სექტორი, სადაც ვხედავთ, რომ ტოპ 3-ში ასე ვთქვათ საქართველოში ანაზღაურებებთან დაკავშირებული ნაწილი და ის ჩამორჩება მხოლოდ საფინანსო სადაზღვეო საქმიანობებს ჯამში. ოღონდ ხაზი მინდა გავუსვა, ეს არის ინფორმაცია და კომუნიკაციები და არა მხოლოდ IT. თუ ჩვენ ავიღებთ IT სექტორს, IT სექტორი ნამდვილად საქართველოში არის ყველაზე უფრო მაღალანაზღაურებადი ნაწილი, თუმცა ჯამში ინფორმაცია და კომუნიკაციების ნაწილშიც ჩვენ ვხედავთ +3.1%-ის მატებას ამ შემთხვევაში 2026 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლიდან გამომდინარე. და რატომ შემოვიტანეთ ამ სექტორზე ხაზგასმა, ვინაიდან სექტორი ინფორმაცია და კომუნიკაციები არის განსაკუთრებულად მზარდი აქ ამ ქვეყანაში და საკმაოდ საინტერესო სივრცეს გვაჩვენებს მათ შორის შემდგომი განვითარების, მაგრამ ახლაც ჩვენ აღვნიშნეთ კლიანტი და პროდუქტის ფორმირების ნაწილში. შემდგომი გრაფიკა, სადაც უკვე გალთის შეფასებას ვნახავთ სწორედ სექტორთან დაკავშირებით, გალთი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორის სწრაფი ტემპით გაიზარდა და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია. დიახ, საქართველოს ეკონომიკის მთავარი კონტრიბუტორობა ნიშნავს თლიანი შიდა პროდუქტის მთავარ კონტრიბუტორობას და ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო აქცენტი, რომელიც გალთს აქვს ასევე და ჩვენს მიერ ნახსენები, რომ ექსპორტი არ არის მხოლოდ საქონლის ექსპორტი, აღნიშნულია, რომ ექსპორტზე არის ორიენტირებული ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორი ამ წილში და დიახ, ეს არის მომსახურების ექსპორტი. და როდესაც ჩვენ ექსპორტის სარეკორდო ციფრებზე ვსაუბრობთ, აქ არ უნდა დაგვაუწყოს, რომ მართლაც ამ სექტორს, ICT სექტორს ექსპორტის ნაწილში, სერვისების ექსპორტის ნაწილში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. და ჩვენ ამაზე ვცლადაც გვისაუბრია, როცა იგივე გალთენ თაგარტის
ვრცელი კვლევაც მივოვიხილეთ, რომ მაგალითად ICT სექტორი, IT სექტორი ამ შემთხვევაში ექსპორტ სერვისების ექსპორტს ახორციელებს ცეთ ქვეყნებს, როგორც არის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა არა მხოლოდ ამ ტენდენციის შენარჩუნება, არამედ ამ ტენდენციის განვითარება და კიდევ ერთი გრაფიკა თუ შეიძლება და ბოლო გრაფიკა ამ ჭრილში ეს არის კვლავ გალთის შეფასება ICT სექტორის ნაწილში რა არის მთავარი მამოძრავებელი ძალა და რა თქმა უნდა აქ ხაზგასმულია საერთაშორისო კომპანიები რომელთა საქართველოში გადმოსვლასაც დიდწილად შეუწყო ხელი საგადასახადო შეღავათება. დიახ, საქართველოს მთავრობის მხრიდან გატარებული რეფორმების შედეგად საგადასახადო შეღავათებმა უზრუნველყო ის რომ საერთაშორისო კომპანიები არა მხოლოდ შემოვიდნენ საქართველოში, არამედ დამაგდნენ საქართველოში, ანუ დაფუძნენ მყარად საქართველოში და საქართველოსგან აგრძელებენ ძირითადად საქმიანობას და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონა რელოკაციის პერიოდს გეოპოლიტიკური დაზაბულობიდან გამონერ. დიახ, საქართველო არის ადგილი, რომელიც არის უსაფრთხო და მიმზიდველი შესაბამისად უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ საგადასახადო შეღავათები ერთი, უსაფრთხოება მეორე და საცხოვრებლად, ასე ვთქვათ, cost of living ცხოვრების ღირებულების ხარჯიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა საქართველო ამ შემთხვევაში არის ძალიან ძლიერად კონკურენტულად წარმოდგენილი დღეს მსოფლიოში, შესაბამისად იზიდავს კიდეც, ასე ვთქვათ, რელოკაციის შედეგად კომპანიებს არა მხოლოდ იზიდავს დამატებით, არამედ პირიქით ახდენს უფრო მეტად მათ დამაგრებას. ეს არის სექტორი, რომელსაც ახლა ჩვენ მუდმივად და ხშირად ვსაუბრობთ ამ სექტორის ირგვლივ და რა თქმა უნდა ძალიან გვახარებს, რომ სექტორში არა მხოლოდ ხედავთ ცალკეულ კომპანიებს, ცალკეულ წარმატებულ კომპანიებს, ადგილობრივ საერთაშორისოებს, თუმცა ამავდროულად ჩვენ ხედავთ ძალიან სერიოზულ თემატურ გაერთიანებასაც, თემატურ ასოციაციასაც და დღეს ჩვენ სტუმრად მოსვლა ვთხოვეთ ბატონ თემო მაღრაძეს, ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარეს. ბატონ თემო, მადლობას გიხდით მობრძანებისათვის, მოგესალმებით. დაბრძანდით, მოკლედ ვსაუბრობთ სექტორზე, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ, ვინაიდან ამ სექტორის დინამიკა დღეს უკვე ცდება, ასე რომ ვთქვათ, მხოლოდ ცალკეული სექტორის შეფასებას, ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ სექტორის დიდ კონტრიბუციაზე საქართველოს ეკონომიკაში, როგორც ფინანსური პროდუქტის ფორმირების ნაწილში, ისე საექსპორტო სერვისების, ასე ვთქვათ, გაზრდის და გაძლიერების ნაწილში. ამ კუთხით აუცილებლად მინდა კითხოთ ასოციაციის ერთგვარი ტრანსფორმაცია, ტექ ასოციაციას ვხედავთ. ამ შემთხვევაში იყო ოდნავ სხვაგვარად წარმოდგენილი. რამ გამოიწვია პირველ რიგში აი ასოციაციის, ასე ვთქვათ, გარკვეული მცირე რებრენდინგი შეიძლება ასე ითქვას. დიდი მადლობა კითხვისთვის. პრინციპში ამ კითხვაზე პასუხი ძალიან ბევრია და ძალიან მრავლისმომცველია რეალურად და შეიძლება დიდხანს და ბევრი ვილაპარაკოთ ამ თემაზე, მაგრამ აქ გამოვყოფთ მხოლოდ და მხოლოდ ორ მიმართულებას, რამაც რეალურად გადაგვაწყვეტნა, რომ შევქმნათ ტექ ასოციაცია, რომელიც პრაქტიკულად გააერთიანებს არა მხოლოდ IT სექტორს, ანუ რეალურად ის მიდგომა, როდესაც ჩვენ ინფორმაცია და ტექნოლოგიების ასოციაციაში ვშნევავდით და ვაკეთებდით, ეს იყო კლასიკური გაგება და მარტო IT მიმართულება გაერთიანებული, მაგრამ რეალურად განსაკუთრებით დღევანდელმა ტექნოლოგიურმა განვითარებამ მთელს მსოფლიოში მოგცა ის, რომ ყველა განვითარებული თანამედროვე ბიზნესი, რომელსაც დღეს უნდა რომ იყოს წარმატებული, იყოს გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე და იყოს რეალურად ძალიან ტექნოლოგიურად განვითარებული, ყველა შედის უკვე იმ სისტემაში და იმ სფეროში, რასაც ქვია ტექ ასოციაცია, ტექ განვითარება. ტექის გარეშე რეალურად არც ერთი თანამედროვე ბიზნესი უკვე ვერ იმუშავებს. ამიტომ ერთის მხრივ ჩვენი გაერთიანება ამ ტექ ასოციაციის მხრივ არის ის, რომ ყველა სივრცე გავაერთიანოთ, არა მხოლოდ IT კომპანიები, რომლებიც თუნდაც სერვის თავაზობენ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ გავაერთიანოთ ამ ასოციაციაში როგორც e-commerce, ასევე digital banking, სხვადასხვა მიმართულებით და ასევე მნიშვნელოვანია ტექ განათლება, რომ იყოს, ანუ ამ გაერთიანების მთავარი ნაწილი, რადგან მე არ რა თქმა უნდა ვილაპარაკო არც პოზიტიურად, არც ნეგატიურად საქართველოს განათლების სისტემაზე, მაგრამ დღესდღეობით ტექნიკური მიმართულებით, როგორც IT-ის კუთხით, ასევე ხელოვნური ინტელექტის კუთხით, საქართველოში ჯერჯერობით რა მოთხოვნაც არის საერთაშორისო კომპანიების მხრიდან, ბაზარი არ არის თლად უზრუნველყოფილი მიწოდებით. ასე რომ ერთის მხრივ ეგ შეიძლება იყოს პრობლემა
სხვა მიმართულების, მაგრამ ჩვენ თვლით, რომ ჩვენი მხრიდან ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, გარკვეული რაღაც ჯგუფების შექმნა, რომელიც მისცემენ საგანმანათლებლო დაწესებულებებს იმ მიმართულებებს, რაც ჭირდება ტექ კომპანიებს. რეალურად ტექ კომპანიაში რომ მოდის ადამიანი, რომელსაც საქართველოში აქვს მიღებული ტექ განათლება, ის ზუსტად უნდა პასუხობდეს, რა ჭირდება ჩვენ საერთაშორისო კომპანიებს, რომელსაც თუნდაც მე წარმოვადგენ Making Science საქართველოს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ ჩვენ ამ გაერთიანებით ერთის მხრივ გავაერთიანოთ ყველა ინდუსტრია, მეორეს მხრივ განათლების მიმართულებაში ჩავდოთ ჩვენი კონტრიბუცია და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი. დღესდღეობით კი აი ესეთი ასოციაციის პარლებში ჩვენ რაღაც ნაბიჯებს ვდგავთ, მაგრამ ძალიან უჭირთ კერძო დიდ საერთაშორისო კომპანიებს კომუნიკაცია სახელმწიფოსთან. და რაც გულისხმობ მაშინ. რეგულაციებში და სხვადასხვა საკანონმდებლო დონეზე და ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ბევრი სამინისტროა ჩართული. ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახურში, იუსტიცია, განათლების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, სადაც რეალურად რეგისტრაცია ხდება ამ უცხოელი განსაკუთრებით. კი, დასაქმების ნაწილში და ეს ყველა კომპანია ცალ-ცალკე კომუნიკაციაში რო შედის, ეწელებათ, უჭიანურდება და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ როგორც ასოციაცია გვინდა რომ ვიყოთ შუამავალი ამ ყველა ამ საერთაშორისო კომპანიასა და სახელმწიფოს შორის. ამ შრომავლობაში ასევე გულისხმობ, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან იდგმება ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა არის კვალიფიციური, რა თქმა უნდა არის კარგი, მიმართული იმაზე, რომ განვითარება იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ კარგი იქნება თუ თვითონ სექტორის ხმა უფრო დეტალურად და კარგად იქნება მიწოდებული. ამიტომ ჩვენ როგორც ტექ ასოციაციის და რა თქმა უნდა აი ესეთი ასოციაციის მონაწილეები და წევრები მზად ვართ ნებისმიერი სახის საკონსულტაციო საბჭოს დავარქმევთ თუ გაერთიანებას თვეში ერთხელ თუ სამ თვეში ერთხელ ჩვენი მოსაზრება გაუზიაროთ უბრალოდ გადაწყვეტილების მიმღებს რა იქნებოდა სასურველი უფრო რომ გამარტივდეს, გაუმჯობესდეს, რაც რა თქმა უნდა არა მხოლოდ ჩვენი კომპანიების კეთილდღეობაზე იზრუნებს, არამედ სახელმწიფოს კეთილდღეობაზეც იქნება მიმართული. აი, რაღაც ეს ორი მიმართულება გამოვყავი. მე მესმის ზუსტად და ეს მართლაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ საუბრობთ ასოციაციაზე და დიახ, აი ამ თემატური ასოციაციის, თქვენი ასოციაციის მართლაც ეს ერთ-ერთი მთავარი მიზანიც არის სწორედ სახელმწიფოსთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა და საინტერესოა თქვენი წინადადებები ამ კუთხით დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი ტიპის კომუნიკაცია აუცილებლად იქნება ამ ნაწილში, მით უმეტეს, როდესაც აი თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს მარტო კომპანიების მიზანი კი არა, სახელმწიფოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია, ვინაიდან ჯამში ვხედავთ, რომ სექტორი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ასე ვთქვათ, ქვეყნის მთლიანად ეკონომიკური ზრდის სოლიდური უკვე კონტრიბუტორია ამ კუთხით. აი როგორ უყურებთ ამ კუთხით აი სექტორის შემდგომ პერსპექტივასაც, აი რამდენად შეუძლია მას რომ ეკონომიკაში უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. ნახეთ, წერან თქვენ ძალიან საინტერესო ციფრები გვანახეთ, ანუ დასაწყისში გადაცემის, რეალურად საქართველოს ეკონომიკის დაახლოებით 8%-ზე მეტია დღეს IT სექტორის თვითონ წილი. საქართველოს ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანი და ეს დღეს არ გაჩენილა და როგორც თქვენ აღნიშნეთ გადადგმული საინტერესო საგადასახადო შეღავათები და ასევე სხვა არ მინდა გამოტოვო ჯიტას და აწარმოე საქართველოს როლი, იმიტომ რომ ძალიან ბევრს აკეთებენ თავის მხრივ რომ საქართველოში ეს სფერო განვითარდეს. მაგრამ მინდა აღვნიშნო და ასევე ხაზი გაუსვა შარშან მიღებულ ასევე კანონს, რომელიც IT ბინადრობას ეხება და ასევე IT-ში დასაქმებულ ხალხს რაღაც ხელს უწყობს, მაგრამ მეორეს მხრივ რეგულაციები, რომლებიც ამ ძალიან მაგარ და მნიშვნელოვან კანონს არეგულირებს ქართულ ბაზარზე, საჭიროებს რაღაც გარკვეულ დახვეწას, რომ ერთის მხრივ ეს დიდი კომპანიები, რომლებიც იზრდებიან, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ძალიან კარგი გარემოა საქართველოს საცხოვრებელი, საგადასახადო პირობები, რაღაც მულტინაციონალური მიდგომა გვაქვს და ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობას რომ შევხედოთ თუნდაც დოლარის კურსს, თუნდაც განვითარებას ქვეყანა წინ მიდის და არაფერი პრობლემა აქ არ არის, მაგრამ იმისთვის რომ კიდევ უფრო ეფექტური გავხადოთ, ჩვენ უნდა ვაჯობოთ საერთაშორისო ბაზარზე იმ ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ ან იგივე ან უკეთესი რეგულაციების შემოიღოს. ეს მეკითხა რომ აი კონკურენციაში სად ვართ ამავდროულად, ხო, აი მარტო საქართველოზე რო არ ვისაუბრობთ ჩვენ შიგნით რა ხდება, რაც არ უნდა ვაუმჯობესებდეთ, ხომ?
რეგიონულ ჭრილში და უფრო ფართო არეალში სად ვართ იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც გვეჯიბრებიან, იგივე ცდილობენ ან მეც, ხო? ნახეთ, სომხეთი ძალიან ეფექტურია მაგ მიმართულებით, უზბეკეთი, ყაზახეთი ძალიან ბევრს აკეთებენ. უზბეკეთი განსაკუთრებით ძალიან ბევრს აკეთებს, მათი ტექნოპარკები და მიდგომა თავაზობენ წარმოუდგენელ ბენეფიტებს იმ კომპანიებს, რომლებიც იქ ჩასვლას აპირებენ, მაგრამ ჩვენ ბევრად უფრო კარგი გარემო გვაქვს ქვეყანაში, ამიტომ ზოგ კომპანიას და ადამიანს რაღაც არჩევნის გაკეთება უჭირთ, მაგრამ ჩვენ თუ არ გავაქტიურდით უფრო მეტად. ანუ სადღაც კომპანია გლობალურ ჭრილში გადაწყვეტს, რომ მოდი ხوار შევცვალოთ ლოკაცია. გარდა იმისა, რომ კომპანია გადაწყვეტს, კი, დაფუძნებულები არიან, მოსწონთ, მუშაობენ, მაგრამ მათ ჩამოყავთ არა მარტო ქართველი ხალხი მუშაობს, მაგრამ ჩამოყავთ ექსპატები და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, რომელიც ყოფით ცხოვრებაზე არიან უბრალოდ დამოკიდებული, სადაც უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს. იქ ამჯობინებენ ცხოვრობას. ეს მათ თუ რაღაც პრობლემა შეექმნათ ბინადრობაზე, ან მალე ვერ მოაგვარეს თავის საქმე, ან რაღაც დიდხანს მოუწიათ ბიუროკრატიული საკითხები, მარტივად თავის კომპანიას დაელაპარაკებიან, გადავლენ სხვა ქვეყანაში და იქიდან იმუშაობენ. ანუ კომპანიის გადმოსახედით მხოლოდ და მხოლოდ აი ქართულ ბაზარზე ვინც მენეჯმენტია ის ცდილობს რომ შეინარჩუნოს ის ხალხი საქართველოში, იმიტომ რომ მეტესწილად ისინი ქართველები არიან, რაღაც თავის ქვეყნისთვის. კი ბატონო. უკეთესი უნდათ, მაგრამ თანამშრომლად თუ გადაწყვიტა რომ აი ეს რაღაც ბარიერების გამო გადავიდეს სხვა ქვეყანაში, თუნდაც ევროპის ქვეყანაში, პოლონეთში, რავი, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ან უზბეკეთში იგივე, ან სომხეთში, ანუ მალე დავკარგავთ იმ ნიშას, რომელიც გვაქვს. ამიტომ ერთის მხრივ საქართველოს ძალიან მაგრად მიდის, რომ აი ეს ყველა ტექნიკური კომპანიები შეინარჩუნა, ყავს, მაგრამ ნაბიჯები კიდევ უნდა გადაიდგას, მნიშვნელოვანია ერთხელს გაუსმევა ერთ-ერთი ნაბიჯი არის ქუთაისში ტექნოპარკი, რომელიც შენდება და როგორც ვიცით მალე ხო ავტოს გახსნაც იქნება და ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ტექნოპარკს სავარაუდოდ და ვისურვებდით რომ მოყვეს კიდე სხვა ბენეფიტები. იმისთვის რომ კომპანიებმა არც კი იფიქრონ სხვა ქვეყანაში წასვლა, არამედ პირიქით უფრო და უფრო გაზარდონ თავისი პრეზენცია საქართველოში. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით, აი სრულად მოყვებით თემო იმ ლოგიკაში, რომ ერთია რაც უკვე გაკეთდა, მაგრამ ამავდროულად ძალიან გაზრდილი კონკურენციის ფონზე, გლობალური კონკურენციის ფონზე, სხვა ქვეყნებიც ცდილობენ, რომ მათ შორის საქართველოს მსგავსი რეფორმები გადაიტანონ, დანერგონ მთელი რიგი ინიციატივები და რაღაცა უფრო მეტი სიახლე შეთავაზონ. ამიტომ ჩვენ ამ კუთხით არ უნდა გავჩერდეთ, მე მგონია რაღაც მეტი უნდა გავაკეთოთ. მათ შორის აი ხედავთ თუ არა პოტენციალს, რომ აი შესაბამისი კიდევ უფრო მეტი წახალისების შემთხვევაში არა უკვე არსებულების შენარჩუნება და დამაგრება შეძლოთ, არამედ აი მოვიზიდოთ დამატებით კომპანიები, თქვათ, მათ შორის ცნობილი კომპანია, იმიტომ რომ რჩება მეტის სურვილი, მეტი ცნობილი კომპანიის ქვეყანაში შემოსვლის სურვილი. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ შემოიყვანოს ნებისმიერი უზარმაზარი ბრენდი ქვეყანაში. ამისთვის წეღან როგორც ვახსენე, ანუ აწარმოეს საქართველოში ძალიან ბევრს აკეთებს, ინვესტორები ჩამოყავთ, აცნობენ ქართულ ბაზას, აინტერესებენ და ასევე არაერთი სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულება. ახლა უკვე გაერთიანებულად იქნება ეკონომიკის განვითარების კორპორაცია ჩაერთვება. ძალიან მნიშვნელოვანია და აქ მინდა ხაზი გაუსვა, რაც თქვენ აღნიშნეთ, რატოა მნიშვნელოვანი ტექ ასოციაცია. სინერგია სახელმწიფოსა და ტექ ასოციაციას შორის არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რადგან ერთის მხრივ კომპანია რომ მოდის საქართველოში ამ ინფრასტრუქტურის გასაცნობად, ხვდება სახელმწიფო, რომელიც უყვება ძალიან ბევრ კარგ რამეს. რომ ეს გექნება, ამითია კარგი, ამით ჯობი ვარ სხვა ქვეყანას და ასე შემდეგ. მაგრამ ის კომპანიები რომ გადიან შეხვედრიდან, ცალსახად მერე მიდიან იმ საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც ქართულ ბაზარზე უკვე არიან. და იმათ ეკითხებიან, რომ აი, სახელმწიფომ ეს ბენეფიტები შეომთავაზა, თქვენ როგორ იყენებთ ამას? ამ შემთხვევაში თუ კერძო სექტორმა სხვა პასუხი გასცა, ან ფლათისი არ არის როგორც შეპირებულია, ან მათ რაღაც ბარიერები აქვთ, რომლითაც რაღაც ირღვევა. აი ეს არის რაღაც შეიძლება სტოპერი იყოს მათთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ბიზნესმა ტექ მიმართულებით საუბრობ, რა თქმა უნდა, და სახელმწიფომ ერთ ენაზე ისაუბროს. ამიტომაც იყო რომ ჩვენი შემოთავაზება ერთ-ერთი რომ შევქნათ რაღაც გარკვეული ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება და ანუ არაფერი არ უნდა ამ კომპანიებს გარდა იმისა, რომ თავისი სურვილები გადასცეს ინფორმაციის სახით. რა თქმა უნდა, ეს სურვილები არ უნდა აზიანებდეს სახელმწიფოს ინტერესს და ეს ყველა ჩვენ ერთ დიდ კომპანიას ესმის და მაგაზე პირიქით მიყვებიან და მაქსიმალურად ხარს დაუჭერენ და 100% გვესმის ეს მიმართულება, მაგრამ ის რომ უფრო კარგად ისმოდეს ჩვენი ხმა, ეს ხელს შეუწყობს
იმ უზარმაზარი კომპანიების შემოყვანასაც, რომელზეც სახელმწიფო რა თქმა უნდა დაინტერესებულია, რომ საქართველოს შემოიყვანოს. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით ამაზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კომუნიკაცია კიდევ უფრო მეტად ინტენსიური გახდება. ამ თვალსაზრისით აუცილებლად მინდა კითხოთ, აქვე როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ გასაგებია უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა ამ კუთხით, რომელიც ძალიან გვჭირდება ამ ნაწილში და იგივე IT რეზიდენციის თემა იყო აქ და მთელი რიგი საკითხები ხელშეწყობის კუთხით. ბევრ შემთხვევაში და ამას ყოველთვის ხასვათ ხოლმე, ანუ მარტივად რო ვთქვათ, ეს ადამიანები, რომლებიც შემოდიან ამ სფეროში და საქართველოსდან მუშაობენ, ანუ რეალურად არის ის სამუშაო ძალა, რომელიც საქართველოში ადგილობრივებსაც ეხმარებათ განვითარებაში, ხომ ასე რომ შევხედოთ, არ არის ეს საშიში ხშირად რომ ამბობენ ხოლმე, რომ აი უცხოელების შემოსვლა ეს ამ სექტორს არ ეხება. პირიქით, რაც მეტი უცხოელი შემოვა საქართველოში, მაღალ პროფესიონალ კვალიფიციურ კადრზე მაქვს საუბარი. ჩათვალეთ ერთ-ორად ასწრაფებს ქართულ ბაზარზე ტალანტების განვითარებას. როდესაც ჩვენ მარტო ჩვენში ვართ ჩაკეტილები, ჩვენ მუშაობთ და ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით ერთია, მაგრამ ის სხვა მაღალ კვალიფიციური პროფესიონალები რო ჩამოდიან ბაზარზე, ისინი მენტორობენ, ისინი ეხმარებიან, ისინი სამუშაო ჯგუფებს ქმნიან, უზიარებენ თავის გამოცდილებას, რომელიც სხვადასხვა უფრო დიდ და მასშტაბურ პროექტებზე ქონათ მიღებული. ეს ერთ-ორად ზრდის ჩვენი ახალგაზრდების შანსს და პოტენციალს, რომ უფრო მაგრად დასაქმდნენ, უფრო მაღალ ანაზღაურებას. კი ბატონო, ეს სწორედ ახალგაზრდებზე მინდა გკითხოთ. აი ტენდენციას როგორ უყურებთ, აი მათ შორის თქვენი კომპანიის გადმოსახედიდან ასოციაციის ჭრილში ჯამში ინტერესი აი ამ პერიოდის განმავლობაში იზრდება ახალგაზრდების მხრიდან სექტორისადმი, ვთქვათ, პროფესიის დაუფლებისადმი, ვთქვათ. იცით რა არის? კი, ანუ ცალსახად პასუხი არის კი, მაგრამ აქ ეხლა მე სამწუხარო სტატისტიკას ვერ მოვიყვანე, იმიტომ რომ ციფრები არ არის, ზოგად ტენდენციაზე აი 3-4 წლის წინ რა ტენდენციაც იყო, რომ აი ზუსტად ეს მაინტერესებს. ხო, მთელ მსოფლიოში უცებ იყო რაღაც ძალიან დიდი გამოძახილი, რომ ერთ წელიწადში ვიშოვით $1 მილიონ, უბრალოდ შეგვიძლია ერთ წელი ვისწავლოთ. ეს სამწუხაროდ ესე არ არის. და მაშინ ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა ამაზე სწავლა, ბევრი წარმატებულია, ბევრმა ძალიან ბევრს მიაღწია, კარგადაც შრომობენ და მუშაობენ, მაგრამ იმ ბუმთან შედარებით ოდნავ ნაკლებია იმ ხალხის რაოდენობა, ვინც ეხლა ყოველწლიურად აბარებს, მაგრამ ცალსახად ტენდენცია შესუსტებული არ არის. ბევრი ადამიანი აბარებს ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი ტექნიკური უნივერსიტეტი იხსნება, ტექნიკური სასწავლებელი იხსნება, უნივერსიტეტში ძლიერდება არსებული მიმართულება და ასევე კომპანიები, როგორც აი ჩვენი Making Science საქართველოს, ყოველწლიურად მინიმუმ 100 ადამიანს იყვანს ინტერშიპზე, აქსელერაციას ვეძახით ჩვენ ამ პროგრამას და 6 თვის მანძილზე ბუსტავს, ესე რომ ვთქვათ, ერთ-ერთზე მენტორინგით, ანაზღაურებადი მენტორინგით. ზუსტად იმ უნარებს აძლევს, იმ ცოდნას აძლევს და იმ უნარებს გამოუმუშავებს, რომელიც ჭირდება სექტორს. კი ბატონო, აი სულ თავიდან რომ აღვნიშნე, რომ მიწოდების ბაზარი უბრალოდ ნაკლებია, ვიდრე მოთხოვნა ტექნოლოგიური მიმართულებით, არის ზუსტად ეს, რომ ჩვენთან რომ მოდიან აქსელერაციის პროგრამაზე, გასაუბრებაზე, ბოლოს მე ვზივარ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან დონეზე გვაქვს გაყვანილი ჩვენ კომპანიაში ეს სწავლების პროცესი. შესაბამისად, ხედავ რომ მათ აკლიათ პრაქტიკული გამოცდილება. და ამიტომ მე ვისურვებდი რომ აი ამ ტექნიკურ სასწავლებლებში ყველგან სადაც ასწავლიან IT მიმართულებას აუცილებლად უნდა იყოს ჩადებული პრაქტიკული რეალურ პროექტებზე მუშაობა ესე რომ ვთქვათ. და მე აი დარწმუნებული ეს ძალიან კარგი რეკომენდაცია და ამ კუთხით საგანმანათლებლო სექტორმა ასოციაციასთან და შესაბამისად კომპანიებთან, მათ შორის თქვენ კომპანიასთან და ჯამში თქვენს ასე ვთქვათ ასოციაციაში შემავალ კომპანიებთან კიდევ უფრო მეტი უნდა იმუშაოს, რომ აი ეს პრაქტიკული ასპექტები მუდმივად გქონდეს პრაქტიკულ ასპექტებზე წვდომა, რომელიც საჭიროა სწრაფი, ეფექტური და მაღალანაზღაურებადი დასაქმებისთვის. და ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხოთ გეგმები მიმდინარე წელს, იმიტომ რომ მე პირველ რიგში ზოგად გეგმებზე გეკითხებით, რადგან სექტორს ჩვენ ბიზნესის ლიდერი ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ასევე გვინდა გავაგრძელოთ მომავალში და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ არაერთხელ მოგვიწევს ამ თემაზე საუბარი, ძალიან მინდა მათ შორის ის დინამიკა მოვისმინო, რის სრულად თქვენ გამოთქვით სახელმწიფოსთან კომუნიკაციის ნაწილში და ძალიან მინდა რომ უახლოეს პერიოდში ამ თემაზეც კიდევ ერთხელ ვისაუბროთ, მაგრამ მაინც როგორია უფრო ჩარჩო გეგმები მიმდინარე წელს იგივე ასოციაციის ჭრილში და შესაბამისად ჩვენ ცხადია ერთადაც გავაგრძელებთ შემდგომ მუშაობას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ახლა მე გრძელვადიან გეგმებსაც ვერ მოგიყვებით. მოკლევადიანი გეგმები ჩვენი ასოციაციას არის პირველ რიგში რომ დავანახოთ საქართველოში მომუშავე ყველა იმ კომპანიას არა მხოლოდ ინფორმაცია ტექნოლოგიების სფეროში, არამედ როგორც წეგან ჩამოვთვალეთ განათლების მიმართულებით, e-commerce-ის მიმართულებით, ბანკინგის მიმართულებით, დავანახოთ, რომ ჩვენ ასოციაცია ვართ ის გუნდი, რომელსაც შეგვიძლია მათი ხმა უფრო ხმამაღლა გავაჟღეროთ.
რა თქმა უნდა, ICT ასოციაციის წევრებისთვის მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ დღეს და რამდენიმე წელია ჩვენ მუშაობთ და მათი ნდობაც გვაქვს და ისინი წევრები არიან და ბევრ ამას ვაკეთებთ, მაგრამ მათაც უნდა დავანახოთ, რომ ეს გადიდება, გაძლიერება არის მნიშვნელოვანი მათთვის და ბენეფიტი იქნება მათი ყოფნა ჩვენ ასოციაციაში. ერთის მხრივ ჩვენ გვჭირდება ის ხალხი, რომ ბევრი კომპანია შემოვიდეს ჩვენს ასოციაციაში, მეორეს მხრივ მათაც ჭირდებათ, რომ ცალ-ცალკე კომპანიებმა არიან რომ ერთი და იგივე საკითხზე სხვადასხვა სამინისტროებში და სხვადასხვა ადამიანებთან უბრალოდ ეცოდინებათ რომ არის ესეთი გუნდი, რომელიც გუნდიც ელაპარაკება გუნდ სახელმწიფოში, რომელიც პასუხისმგებელია ტექნოლოგიური განვითარებაზე და თქვენ იცით რომ დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ანუ შეიძლება ხვალინდელი გეგმაც ვერ დავსახოთ, ისე შეიძლება გადაკეთდეს და გადატრანსფორმირდეს ყველაფერი. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ნებისმიერი გამოძახილი ბიზნესისგან თუ ნებისმიერი მოთხოვნა და სურვილი სახელმწიფოსგან იყოს თანხვედრაში. და ამისთვის ჩვენ მზად ვართ ბევრი რამე გავაკეთოთ. კი ბატონო და მე დარწმუნებული ვარ, მე მინდა რომ ჩემი მხრიდან აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოს ტექნოლოგიების ასოციაციას ყავს ძალიან აქტიური თავმჯდომარე, ამავდროულად ასოციაციის განსაკუთრებულ მნიშვნელობასთან ერთად და ძალიან ეფექტური ადამიანი მათ შორის ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ნაწილში და ისევე როგორც ასოციაციის მენეჯმენტის ნაწილში და ყველანაირად აი აქ პირველად ვართ პირდაპირ ეთერში ასე ერთად და პირდაპირ ეთერში მინდა დაგპირდეთ რომ მაქსიმალურად ჩვენი მხრიდან გვერდში დაგიდგებით იმისთვის რომ ეს სექტორი კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ, ვინაიდან ხედავთ კიდევ ერთხელ რომ ეს არა მხოლოდ სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ვხედავთ სულ უფრო და უფრო მზარდ როლს ICT სექტორის. თემო წარმატებები მინდა გისურვოთ და ყოველთვის მზად ვართ გავაზიაროთ სიახლეები და დავეხმაროთ ამ ნაწილში ერთად. დიდი მადლობა სიამოვნებით გესტუმრებით ხოლმე თუ აუცილებლად თქვენთან მოხვდით. კი, აუცილებლად ჩავთვალოთ რომ ეს კომუნიკაცია იქნება ძალიან დინამური. მადლობა კიდევ ერთხელ. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე business insider.gr. მე კი ხვალამდე გეშდოვრებთ.